მოგეხმარებით ყველა. აი თავარი ჩემთვის იქნება ენა. სახელი ბოდის ვიხდი თქვენი. მოგზარ ბატონო. ენა. ძალიან სასიამოვნოა. თავარი არის ენა. ეხლა გვაქვს ჩვენ ესეთ სიტუაცია, ქვეყანა იმის გამო რომ თლიანად მოუწყდით ეს ვთქვათ რუსულ ჭიპლარს, რითაც 200 წელი ვიღებდით ცივილურ ვთქვათ განათლებას, გულისხმობ, თარგმანებს, ასე შემდეგ. დიდი მადლობა. თავარი არის რა ვიცი რომელიც გინდა. ჩემთვის სულ ერთ-ერთი დიდი მადლობა. აღმოჩნდით სიტუაციაში, როცა ჩვენ ენაზე ძალიან ცოტა ლიტერატურა ითარგმნება, ჩვენ ჩამოვჭით ცივილიზაციას, ბევრი თვალსაზრისით, ამიტომ მე მგონია რომ ამ ქალაქში თუ რამე განათლების სფეროში ჩვენ გვჭირდება პირველ რიგში ინვესტიცია, ეს არის ენა, თან მაღალი ხარისხის სწავლება. ამიტომ ეს თქვენ ბაზაზე, თქვენთან ერთად, როგორც საჭირო იქნება, უნდა გავაკეთოთ. და თან არა მარტო ინგლისური, იმიტომ რომ ინგლისურის გარდა სწორედ ბარსელონაშია რაღაცა, ეგ ინტერნეიშნალ არის, მაგრამ არის გერმანული სკოლები, სადაც ძალიან იაფია სწავლება სტუდენტებისთვის მაგისტრატურაზე, ფრანგული, ამიტომ ამენი სპეციალისტები აქ ყავს და უნდა რაღაც ერთობლივად ვიფიქროთ იმაზე, რომ ენის გარეშე ჩათვალეთ, რომ ინვალიდია, კოჭლი ახლა როგორ შეიძლება ელაპარაკო თანამედროვე ცივილიზაციის, ესე ვთქვათ, საუკეთესო პროდუქტებზე, კიდე გიორგი ხმალაძე ჰარვარდში წასულიყო, ქართულით ვერ წავიდოდა ხო ასე. მან დაამთავრა ჰარვარდის მაგისტრატურა და აი ჰარვარდის მაგისტრატურის შემდეგ გახდა უკვე ის ვინც გახდა. ანუ იყო ბუნებრივი ნიჭიერება, იყო პროექტი, მაგრამ ის იყო რაღაცა ამ ქართულ ფუნდამენტზე და ეხლა ამ ქართულ ფუნდამენტს დაემატა მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტის ცოდნა და უცბად აფეთქდა უკვე ნიჭიერება. ეგ არის ჩვენი ესე ვთქვათ მოცემა. ამიტომ ენაზე ჩავთვალოთ, რომ ერთობლივი საომარი იქნება. საომარი რა უნდა გავაკეთოთ რა.